საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ. ალო, ექიმის კაბინეტია? ექიმ მოკითხო, როგორ მოვიქცე? რაღაცის დასუსტება მართლა. ყველა გაზიანი სასმელი, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. კბილეული შემცველი პროდუქტების მიღება, რა თქმა უნდა იყოს შეზღუდული. შეზღუდული არ ნიშნავს მათ სრულ აკრძალვას, მაგრამ რეკომენდირებული არის ისეთი ტიპის კბილეული, რომელთა მდგრადობა პირის ღრუში დიდხანს არჩევა. ასევე რეკომენდირებულია დამტკბარი სითხეების და გაზიანი სასმელების ჩხირით მიღება, საწრუპი ჩხირით მიღება, რომელიც არ აყენებს პირდაპირ დარტყმას მინანქარს. რეკომენდაციის სახით მშობლებს შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ თუ მივხვდით, რომ ჩვენმა ბავშვმა დიდი რაოდენობით კბილეული მიიღო, გაანეიტრალოს წყლით და არ იყოს ეს ერთჯერადად მიცემული შოკოლადის ულუფა, ბევრად ეფექტური არის კარიესის პრევენციისთვის, ვიდრე დაყოფა ამ ულუფის და ნელ-ნელა მირთმევა. იმიტომ რომ სწორედ ნერწყვი წარმოადგენს კბილების ბუფერს და დამცველს, აქედან გამომდინარე ნერწყვს აღარ შეუძლია მრავალჯერადად მიღებული ნახშირწყლების განეიტრალება და რეკომენდაციის სახით შეგვიძლია გავცეთ, რომ მიიღოს ერთჯერადად ეს კბილეული და დიდი რაოდენობის მიღების შემთხვევაში განეიტრალოს წყლით. რუბრიკას წარმოგიდგენთ Unident Kids. პატარების პირის ღრუს ეფექტური და ხანგრძლივი დაცვა კარიესისგან. ფერადი სამყარო ქათქათა ღიმილისთვის. Unident Kids.